ლიეტუვამ სემესტრულ გაცვლის პროგრამაში აღარ შეიყვანა საქართველო, თუმცა ჩვენი მეზობელი ქვეყნები ისევ არიან ამ სიაში. ეს რას ნიშნავს, რომ სტუდენტები, რომლებიც საქართველოში ან სხვა ქვეყნებში იღებენ განათლებას, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ნახევარი წლით ლიეტუვას მთავრობის დაფინანსებით გამგზავრებულიყვნენ ადგილობრივ უნივერსიტეტებში და იქ მიეღოთ სემესტრული განათლება, რომლის კრედიტებით შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩაეთვლებოდათ. ეს გაცვლის პროგრამა ძალიან პოპულარული იყო და არის მსოფლიოს მასშტაბით. ამ მაგალითად უკრაინელი სტუდენტებისთვის 20 ადგილი არის გამოყოფილი, მაშინ როდესაც საერთო ჯამში სადღაც 35 ადგილი არის. მაგრამ აი საქართველო ამოიღეს ამ სიიდან დიდი ალბათობით იმის გამო, რომ საქართველომ უარი თქვა ევროკავშირის კენსწრაფვაზე და ევროკავშირი არ დააფინანსებს იმ ქვეყნის სტუდენტს, რომელსაც არ უნდა ევროკავშირი. თუმცა კარგი ის არის, რომ ჯერჯერობით დაფინანსება მაგისტრანტებისთვის კვლავ გრძელდება, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით შეჯიბრი მოუწევს ქართველ სტუდენტებს. ანუ ჯერ ლიეტუვაში მაგისტრატურის დაფინანსების კუთხით არ შეცვლილა, მაგრამ აი ეს სემესტრული გაცვლის პროგრამა, რომელიც უფრო მოქნილი იყო, სამწუხაროდ ქართველებისთვის აღარ არის.